დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი დღეა დღეს. ჰელმანდის პროვინციაში ქართულ მოწინავე ბაზაზე მოხდა ტერორისტული თავდასხმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩვენ ბაზასთან მოახდინა სატვირთო მანქანის აფეთქება, რომელმაც გამოიწვია მსხვერპლი. ყავს დაჭრილები და დაღუპულები. კაპრალი ორთავაძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილ ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე, რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე, ერთი სამხედრო მოსამსახური რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე მოყოლილია ნანგრევებში, ეხლა მიმდინარეობს მისი გამოთავისუფლების პროცესი. ასევე მინდა მიუსამძიმრო გმირი სამხედროების ოჯახებს. ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის, მთელი შეიარაღებული ძალებისთვის არის უდიდესი დარტყმა, მთელი საქართველოსთვის. ესენი იყვნენ ჩვენი გმირები, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოების მომავალს შეეძინენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმის დროს ყავს დაჭრილები 9 სამხედრო მოსამსახურე, მათ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება, ისინი ყველანი გადაყვანილი არიან სამხედრო ჰოსპიტალში. მათი ოჯახები მინდა დავამშვიდო, მათი სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება საერთოდ და არის მსუბუქი დაზიანება. ყველა ოჯახი შეტყობინებულია, ყველა დაჭრილი ოჯახი შეტყობინებულია. კიდევ ერთხელ მინდა ხმა პატივისცემით და დიდი მწუხარებით მიუსამძიმროთ ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს. მიუხედავად ამ თავდასხმებისა, ქართველი სამხედროები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ საერთაშორისო მისიაში, არიან სრულ მზადყოფნაში და ბოლომდე შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს. დამატებით ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკაშვიდეთ თავდაცვის სამინისტროში ტელეფონის ნომერზე 291 0421 2 72 35 35.